ვისაც ყავს მერწყული მზის ასცენდენტის მთვარის ნიშანში, გუშინდელი სამსამთვარეობიდან ეს პერიოდი თქვენთვის იქნება ერთ საკითხზე დაფიქრების და გადაწყვეტილების მიღების პერიოდი. თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, დაბნეულობა აღარ გაქვთ. გადაწყვიტეთ, რომ თავიდან ბოლომდე ერთ საქმეს მიუძღვნათ თავი და შრომობთ და მიდიხართ აქეთკენ და ყველა ადამიანის აზრს ითვალისწინებთ აი ამ მიზნის მისაღწევად. შესაძლებელია გარკვეული დაბნეულობა იყოს, თქვათ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავაბალანსო პირადი და კარიერა, ესე ვთქვათ, რა პირადი ცხოვრება და საჯარო ცხოვრება. დანარჩენს გეტყვით პირად სესიაზე. ვისაც ყავს მერწყული მზის ასცენდენტის მთვარის ნიშანში, გუშინდელი სამსამთვარეობიდან ეს პერიოდი თქვენთვის იქნება ერთ საკითხზე დაფიქრების და გადაწყვეტილების მიღების პერიოდი. თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, დაბნეულობა აღარ გაქვთ. გადაწყვიტეთ, რომ თავიდან ბოლომდე ერთ საქმეს მიუძღვნათ თავი და შრომობთ და მიდიხართ აქეთკენ და ყველა ადამიანის აზრს ითვალისწინებთ აი ამ მიზნის მისაღწევად. შესაძლებელია გარკვეული დაბნეულობა იყოს, თქვათ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავაბალანსო პირადი და კარიერა, ესე ვთქვათ, რა პირადი ცხოვრება და საჯარო ცხოვრება. დანარჩენს გეტყვით პირად სესიაზე.